ეს არის წნორი, მეგობრებო. ეხლა მოკლედ მივდივართ ერთ კარგ ადამიანთან, ძალიან წესიერ და მშრომელ და საოცრად მიზანდასახულ და უკარგეს ადამიანთან მივდივართ. საუბრე და დაგვხდება ძალიან მალე და წავალთ მაგის მეურნეობისკენ. ნიკას აქვს ბიომეურნეობა. ეხლა ბევრის საუბარს აზრი არ აქვს ჯერ და თვითონ მოგვიყვება ყველაფერს. ორ ახალ. ესე წავალ და გამომყევი რა დაახლოებით 1 კილომეტრი ნახევარი. ხო, არ არის პრობლემა. კი ბატონო. ეს რა ტერიტორია გაქვს ახლა შენ? აქ არის ჰექტარი და 20. აჰა. მაგრამ იქით ვიყიდე ხა ჰექტარ ნახევარი 25 წელს დაუმუშავებელი მიწა და იქ ვაპირებ ხა სათბურების გაკეთებას რა. იმიტომ რომ ის მიწა იმენ ძლიერია ძალიან რა და გარანტირებულად ვიცი რომ მოვა. აბა რა არის ეგეთ საოცარი კულტურა? ეს არის დედამიწის საოცრება. აა აიცა ცოტა აქეთ გავიდით. ბატატი. ტკბილი კარტოფილი. იასამნისფერი მაქვს მე რა. ხო და რეალურად ხო იასამნისფერს ხაბარი არა მაქვს აქ და აქვს დაბალი შაქრიანობა. და ჯამთელობისთვის არის ნომერ 1. იასამნისფერი არ გამისინჯოს მე. აგერ. და ეხა შეგიძლია ეგ როგორ იჭმება? ეს შეგიძლია ჭამა ცოცხლადაც. ანუ ცოცხლად იმენ წაბლის გემო მოხარშული შემწვარი. აჰა ეს შეგიძლია ჩადო და გასინჯო რა ძალიან გემრიელია. ყველას მოსწონს რა ვინც კი წაიღო და ხო ვინც კი იცის ამის ფასი. ანუ ყველა ყიდულობს რა. შვენიერი. მადლობა. დიაბეტი ვისაც აქვს, იმას აქვს 96 გლიკემიის ინდექსი. ამას აქვს 12. ხედა. ეხა მომაოწეს ვაფშე კონკრეტულად კარტოფილი მექნება იასამნისფერი, რომელსაც საერთოდ ჩაქრიანობა არ აქვს. და ვიზუალური ეფექტი აქვს ისეთი ლამაზი, რომ აი რა, ეხა ნაყიდი მაქვს მაგისათვის ლამასალა 200 კილო. და მომაოწეს მექნება ბევრი რა. ეგ ძალიან მოთხოვნადია ოღონდ, აი ძალიან. ან ვისაც კი დიაბეტი აქვს, აქ ისე ბამიაც მედგა, ბამიაც ნომერ 1 არის რა. ანუ შაქარი ვისაც აქვს დიაბეტი. ისეთი კულტურები არის ხოლმე, რეალურად ეხა ყველაფერი მორჩენილია, მაგრამ არის ისეთი კულტურები, რომელიც მართლა ძალიან საინტერესო ადამიანის ჯანმრთელობისთვის, პროსტა არ მოყავთ რა. ანუ ვერ ხედავენ რა, ესე რა ვთქვათ, პერსპექტივას. ხო და აი ყურძენი ხორბალი, აი რავი, ჩვენი სოფლის მეურნეობა მაგას ვერ გაცდა. არა და აი წარმოიდგინე ხალაზნის სველს უდიდესი პოტენციალი აქვს რა მესათბურებობაში. წარმოიდგინე ზამთარში გათბობის გარეშე ბოსტნეული მოყავს. და ამხელა ხალაზნის სველია, აქ ზამთარში სულ მზიარი. ძალიან იშვიათ შემთხვევაში რომ აი მზე არ იყოს. აი ყოფნის გათბობის გარეშე ყოფნის ის რა ქვია, თავის ტემპერატურა. ოღონდ ზამთრის კულტურები რა, კომბოსტო, ჭარხალი, ყვავილოვანი, ბროკოლი, წვანილები, ან ყველაფერს ყოფნია. ეხა პომიდორს ვერ მოიყვან გათბობის გარეშე, მაგრამ მოიყვან ადრე. ერთი თვით ადრე მოიყვან. ეგ უპირატესობა გაქვს. და გვიანობამდე გიქნება რა. კი ბატონო. მეც ხა ძალიან ეს ინტერვიუს ფორმატი არ მიყვარს ხოლმე ზოგადად აი
კითხვები და პასუხები, მაგრამ რაღაც მონახაზივით მაქვს დაახლოებით რები მაინტერესებს რა. ხო, აი მაინტერესებს აი მან ძალიან გზად თუ არა, მოკლედ აი მანამდე რა საქმიანობდი სანამ ამას დაიწყებდი და ეს როდის დაიწყე და ეს იდეა როგორ გაგიჩნდა რა, ინსპირაცია რა იყო რა ამ ყველაფრის. მანამდე, ანუ სანამ ამ საქმიანობას დავიწყებდი, უნივერსიტეტში ვსწავლობდი რა და იქიდან წამოვიდა რეალურად ეს. რაზე სწავლობდი უნივერსიტეტში? საინჟინრო გეოდეზიაზე. ანუ ჩემი პროფესია არ არის საერთოდ რა, ის რაღაცაში ჩავობარე, რაც არ ვიცოდი რეალურად რაზე ჩავობარე რა. ზოგადად მე მგონი ადრე უმრავლესობა ეგრე ეკეთებდა, აბარებდა და მე იგებდა რა უნდოდა რა. იმიტომ რომ ერთი ფაქტორი იყო რომ ის ანუ ჯარში უნდა წავიყვან და ან ჯარის თემა არ მინდოდა, იმიტომ რომ ტყუილად უნდა წავსულიყავი, ანუ დრო დამეკარგა, რა ძალიან ბევრი წავიდა რეალურად რა და ჯარი შეაძულეს, ანუ ვინც უნდოდა, ვისაც უნდოდა, იმათაც კი შეაძულეს ჯარი რა და ეგ თემა არ მინდოდა, რომ ჩავაბარე მე გავიგე რეალურად რა მინდოდა. ანუ ოღონდ ის ეგ რა მინდოდა იქიდან წამოვიდა, რომ ის ვარჯიშობდი, ჯანსაღად ცხოვრობდი და კითხვები გაჩნდა, რომ აი ცხოვრობ რა ვჭამ არ ვიცი რა. და მე მაქინე წამოვიდა რომ მოდი აგრაურში ჩავაბარებ, აგრაურში ჩავაბარე, მე იქ ცოდნა მივიღე რაღაც სახის და წამოვედი ეგრევე აქეთ რა და დავიწყე ეგ. რამდენი ხანია? მე 7 წელია ეგ ამ საქმეში ვარ რა. ოღონდ აი როგორ ვთქვა, ფინანსები იყო ყოველთვის დამოუკიდებელი თავიდან რა, ჩემთვის რა ვერ ვითარდებოდი, წარმოიდგინე ახლა ბოლო 2 წელია რაც დავიწყე განვითარება რა. თორე მანამდე როგორ ვთქვა, აი უბრალოდ ჩემთვის სამყოფილი მქონდა რა, სხვა არაფერი. ეხა რეალურად დავიწყე უკვე განვითარება, აგერ მიწები შევიძინე, სათბურებს ვაკეთებ, ტრაქტორი უნდა ვიყიდო და ანუ უკვე შემიძლია რომ რაღაც წარმოებაც გავზარდო, რაღაც ცნობიერებაც საზოგადოებაშიც უფრო მაღალ ლეველზე ავიყვანო და ეგ ჩემი მიზანი საერთოდ ჯამში, ანუ უმთავრესი მიზანი ჩემთვის არის ის რომ გარემო შეიცვალოს. ანუ ჩემთვის აი გარემოს დაცვა, ბუნებითა ვარ გარემოს დამცველი რა. ჩემთვის ნომერპირველია რომ ანუ გარემოში სადაც ცხოვრობთ იყოს ჯანსაღი რა. ხო და ჩემი მიზანი ეგ არის რომ რაღაცნაირად ჩემი გვერდიც მაგას ემსახურება, ანუ გაყიდვებს არ ემსახურება ჩემი გვერდი მარტო რა. ანუ ემსახურება იმას რომ რაღაც ცნობიერება აწიოს მაღალ დონეზე, რომ ადამიანები რეალურად ხო, ანუ ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მცირეა რა. ანუ წარმოიდგინე 50 წლის ადამიანი გახდება და რაღაც ემართება და კვდება. როცა შეიძლება რომ 80-90 წელი ისე იცხოვროს, რომ ძალიან ჯანსაღად და ბედნიერად რა. დავით რატო ხდება ეგრე და თითქოს რატო ხდება? ანუ გარემოს გამო აგერ იქ რო იწვის ახლა ის კვამლი მაყენებს მე ზიანს და ადამიანებს. აქ რო ვიღაცა ტონობით დააყრის, რავი, პესტიციდს და ჰერბიციდს იხმარებს და სასუქებს დააყრის ტონობით, მაგიტო ხდება, ანუ გარემო, წყალი, საკვები, რასაც უნდა იმას თითქოს ერთი შეხედვით ვერ ხედავ რა. ხო, ხელი შეუხე, რაღაც კლავს. ხო, მაგას ვიზახი. უბრალოდ არ იცის კონკრეტულად რა კლავს. ხო, აი სხვათა შორის აი საბჭოთა კავშირმა დაუმახინჯა ქართველ ადამიანს გონება, რომ მოკლე ხედები აჩვენა რა. ან შორს არ აყურებინებდა რა. ანუ ეხა რაღაცა, ან შორს ვერ იყურებოდა რა, რომ აი ეხა რო შევჭამ, ანუ საწვავით არის რა. ანუ კარგ საწვავს ჩაასხა ორგანიზმი, დიდხანს იქნები, არ ჩაასხა ვერ იქნები რა. ხო და აი ეგ გონება დაუმახინჯა და შორს აღარ აყურებინა რა. აღარ აყურებინებდა და დღეს უკვე მე ვხედავ რეალურად აი ჩემთან ვინც მოდის რეალურად უმეტესობას ეგ მიდგომა აქვს რომ ანუ ურჩევნია რომ სიტყვაზე ცოტა გადაიხადოს და ძვირი ვიდრე ბევრი იყიდოს რა და ანუ ცოტა შეჭამოს იმიტომ რომ ხდება რა ადამიანი რომ ანუ სხეული ძალიან თავრასად მნიშვნელოვანია რა და იმდენიც არ ჭირდება ორგანიზმს რამდენიც ჩვენ გონია რომ ჭირდება აი ცოტა ჭირდება მაგრამ ჯანსაღი ჭირდება კი და თუ ქონია აი ხა ეს საქმე დაიწყე ამ ხელა რაღაცა შეეჭიდე აი თუ ქონე იმედგაცრუებები და თავისდანებების თუ ადამიანში ხო არის ხო იცი რაღაცა რა რაღაც მომენტები რომ აი ეს რა შევეჭიდე რა მინდოდა ხო აი ხალხი მუშაობს ხო არის ბევრი და ანებებს თავს რომ აქ არაფერი არ გამოდის სხვა წავედი მოხიგე ევროპაში არა ეგ მოდი ქალაქში წავალ რაღაცას ვიშოვი და რაღაც არა ეგ მომენტი არასოდეს არ მქონია რა თქმა უნდა იმედგაცრუებები მქონია მაგრამ ეგ მომენტი არასოდეს არ მქონია რომ მოდი შევეშო ამ საქმეს ანუ მე ძალიან მიზანდასახული ვარ რა და ვიცი საითაც მივდივარ რა და ეხა ზოგადად ნებისმიერ სფეროში რა ანუ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი თუ გაფერხებს ესე იგი ის საქმე არ გიყვარს და უნდა გაანებო მაშინ თავი და მე ეს საქმე მიყვარს და ბოლომდე მივიყვან კი არა და ჩემი რაღაც სურვილები და ოცნებები რაც მაქვს იმას აუცილებლად შევასხავ ფრთებს რა იმიტომ რომ მე საქმე მიყვარს შეიძლება რაღაცები კიდე ჩამივარდეს რაღაცების კარგად ვერ გავაკეთო რაღაც მაგრამ ოკეია რა ანუ შეცდომა არის სწავლა რეალურად რა რაღაც უკან დახევა არ არის უნდა ისწავლო ამ შეცდომებზე რა და მე ვსწავლობ შეცდომებს ძალიან ბევრი რამე ვისწავლე რა და ეხლა რო უყურებ ხოლმე რაღაც
არ რაღაც ვიღაცებს შეიძლება ტრაბახად მოეჩვენოს, მაგრამ 7 წელი ამ სფეროში რო ვარ. აი 5 თითივით ვიცი რა ხდება რა, მე ბოსნეობაში რა როგორ ანაირად, აი რო უყურებ გრძნობ სცენარეს რა, ანუ რა უჭერს, როგორ არის რაღაც ყველაფერს რა და ეს ამას ეს მოა გამოცდილებას რა, ბევრი შესწავლას დამიშვია და მაგ შესწავლებიდან ვისწავლე რა და ხო, ერთი წამითაც არ გამიფიქრია რომ ხო, ეგ იმიტომ მეკითხა რომ ძირითადად ეხა სადაც დიდი ფული არ კეთდება ასე თქვა და რაღაცა შენ როგორც თქვი დიდი დრო ჭირდება რომ რაღაცა ელემენტარული წინ წახვიდე და განვითარდე აი რამდენად ასე თქვა გიფასდებოდა ხო თავიდანვე ხო არ გიფასდებოდა შეიძლება ეხაც არ გიფასდება ისე როგორც გინდა რომ გიფასდებოდეს მაქედან გამომდინარე ბევრს უცრუდება ხოლმე ხო ხვდები რომ აი ძმაო დავიწყე კი მინდოდა მაინტერესებდა მაგრამ რაღაც ვერა რა აბა არ გამოდის აბა აზრი არა აქვს აბა ის ხო ძნელი არის პრინციპში საქართველოში ზოგადად სოფლის მეურნეობაში რომ იმედი არ გაგისრულდეს რა თუ ძალიან არ გიყვარს ხო საქართველოში ძნელი არის რომ ეს საქმე აკეთო იმიტომ რომ ჩვენი სოფლის მეურნეობა ძალიან დაბალ დონეზეა ტექნოლოგიურად, ცოდნის მხრივ, ანუ არაფერი ინფრასტრუქტურა არ არის და შესაბამისად ძნელი არის რა ამ სფეროში რომ რაღაცები აკეთოთ, ან მით უმეტეს თუ ფინანსები არ აქვს. მე რეალურად საერთოდ ნოლიდან დავიწყე, მიწის ნაკვეთის არ გამაჩნდა რა, ანუ არაფერი. და ეხა უკვე 5 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი მაქვს, 2 სათბური მაქვს რა და ანუ მამას დრო დაჭირდა რა რომ ისულიყავი და ვიღაცაებს ხო აი ესეთი ის мотиваცია არ აქვს ხოლმე, იმიტომ რომ აი რაღაცა ბიომეურნეობა მარტო რაღაც ბიზნესი არ არის რა, შინაგანი მდგომარეობაა, რომ რაღაცა გარემოს იცავ, ადამიანებს იცავ და ეგ ყოველთვის ჩემში იყო რა. და ეგ იყო ჩემთვის ყოველთვის მამოტივირებელი, რომ ერთ წელიწადს შეიძლება არ გამოვიდა, მაგრამ მომავალ წელს უფრო მეტად მოტივირებული ვარ. მე რეალურად რაღაცა ის წარუმატებლობა ბჭყალებში, ანუ ჩემთვის პირიქით მამოტივირებელია. რაღაცა რო არ გამომდის, მე პირიქით ვაწვევი რა. რო გამომდის, პირიქით რაღაცა მაყოფილების შეგრძნებაში ვარ ხოლმე და განა არ ვითარდები, მაგრამ ისე კარგად ვერ ვითარდები ხოლმე რა. მოდი ჩემთვის პირიქით აი გინდა ნეგატიური ადამიანები ვინც მეუბნებოდნენ და მეუბნებია რომ არ გამოგივა ან რაღაცა ეგეთ რამებს, პირიქით ვიხოდები, ხო და სულ მაგას ვიძახი ხოლმე რომ მადლობას ვხვდი ხოლმე ჩემ გამომწერებს ხოლმე რომ მადლობა შეიძლება შექებაზე მეტად დავირამაგრად გამოგდის, მაგაზე მეტად მამოტივირებს ხოლმე ის რომ არ გამოგივა. თუ ბევრი გეუბნება ვიცი რა ეს არ გამოგივა, რა სისულელეს აკეთებ, ანუ მოვიცა რა მოგცლია, აი ეს შეიძლება თქვა სწორ გზაზე ვდგავარ, იცი? ნახე? ყველა რო გეუბნება მიდი ნახე რა მაგარია, იგე თითქოს ესე იგი რაღაცა უკვე გაყვალულ გზაზე მიდი ხარ, იგე? ხო და მე სხვათა შორის ხე ბევრმა შეიძლება არც იცის რა ისა მე მქონდა მაღაზია ეს იყო ანუ ფერმერული ისა მეურნეობიდან მოკლედ სხვადასხვა ლოკაციებზე დავდიოდი რა მთელი საქართველოს მასშტაბით და მომქონდა ესე ნუ ეხა შენ მაშინ არ ვიცოდი არ გიცნობდი და შეიძლება მაშინ არც ქონდა მე ვიძახი დაახლოებით 2013 წელი ესე. არა, მაშინ არა. ხო, მაშინ არა. 13, 14, 15 წელი რა მაგ წლებში და ეს ფერმერებმა ჩამომქონდა ოღონდ მაქსიმალურად, რომ ეხა კი იმას ვერ მომოწმებდი ყველაფერს, მაგრამ ყოფილიყო სუფთა და ნატურალური. და ჩემ მაღაზია ესე იყო ნამდვილი. ხო და თან რაღაც ახლოს არის ასე თქვა და მე და შენზე რომ გავიგე ეხა ის მაღაზია აღარ მქონდა უკვე და მაგასაც გეტყვი ხა რატო აღარ მაქვს, მაგრამ ხო და აი სულ ფერმერებთან მქონდა ურთიერთობა და თითქმის საქართველოს ყველა კუთხიდან, ანუ დღესაც მაქვს რა ნომრები, კონტაქტები და ის თაფს იქიდან მიგზავნიდა, სადღაც ალპური ზონიდან, ყველას იქიდან მიგზავნიდა სიტყვაზე ნოდარი ხორი გიგზავნიდა ალპური თაფრი ნოდა ფშავიდან, უკანა ფშავიდან. უკანა ერთი ნოდარი მყავდა, მაგრამ ესა გვარი ტოხოსაშვილი. ხო, არა. ეს სხვა იყო. ხო და ანუ მოკლედ და ეგ მეც მაინტერესებდა, იმიტომ მაინტერესებდა რომ მეთქი აი მეც მაგ შენ იდეებთან რა ახლოს ვიყავი რომ მეთქი უბრალოდ მე ხა არ მქონდა მაგ შესაძლებლობა არც მიწის ნაკვეთები და შენც არ მქონდა მაგრამ რაღაცით დაიწყე მაგრამ მე ასე თქვა ეგ არ მიფიქრია. მე უფრო ვიფიქრე რომ მოდი აკეთებს 100 ადამიანი რაღაცას, მოდი ამას შევაგროვებ, ჩემ მაღაზიაში მოვიტან და გავყიდი. და სხვადასხვა მუშაობ და დღესაც აი წარმოიდგინე თხის რძეს თბილისში სადიყიდი რომ მაღაზიაში, ნატურალურ თხის რძეს. ხო მე მქონდა. და კლიენტი რომ მეუბნებოდა რომ მე ხვალ მინდა თხის რძე, შეკვეთით იყო, იმიტომ რომ ხო ეს დიდი მოთხოვნადი ხო იცი არა და ხო და აი მივდიოდი სადღაც აი შეიძლება გამოლო აი 15-20 კილომეტრი რა ფერმები არის რა თბილისთან შემოგარენში და იქიდან მომქონდა ის რძე რომ მეორე დღეს 1 ლიტრი რძე ბავშვს წაიღო. ხო და ეხა აი ვიღაცა ზოგი მეუბნებოდა რომ ამაში ხო არაფერი არ რჩება რა თქმა უნდა, მაგრამ არა მეთქი მე უნდა მქონდეს.
ხო, ძალიან კარგი საქმეს კი არა, სწორად კეთებაა ეგრეაო საქმის, რომ რაღაც ის გრძნობდი რა შენ ორგანო. მაგრამ მე ვერ დამიფასდა, იცი და რომ ვერ დამიფასდა, თითქოს აი ჯერ მაშინ კიდე არ იყო განვითარებული ამ ბიოპროდუქტებისადმი, როგორც ახლა განვითარებულ ქვეყნებში არის. განვითარებულ ქვეყნებში სიტყვაზე პომიდორი თუ ღირს 2 ლარი და ბიოპროდუქტი თუ ღირს 20 ლარი, ხო? ანუ პრობლემა არ არის, 20 ლარს იხდის ხო? ხო და ჩვენთან მიხდი ეგ არ არის, ეგ კულტურა არ იყო. ეხლა შეიძლება უფრო განვითარდა რა და შენ კარგს აკეთებ, რომ ჩაგაქვს კიდე როგორც ხილი ბოსტნეული რაღაცები და იქ ყიდი და ასე ვთქვათ ბევრი ადამიანი გენდობა და ასე ვთქვათ გიფასებს იმ შრომას რა. ხო და რამე და ვინც იმას რა რჩევებს მისცემდი, აი ვინც რაღაც საქმეს იწყებს, ან მსგავს რაღაცას იწყებს, ან ზოგადად რაღაც სტარტაპი აქვს, აი რა შენაც გაიარე შენი გამოცდილებიდან, აი რას ურჩევდი მაგ ადამიანებს. ნებისმიერს, აი ახალგაზრდა იქნება თუ რა ნებისმიერ ასაკში რა. უნდა იშრომოს რა, უნდა იშრომოს თავისი მიზნებისთვის, ანუ მიზანს შანსი არ არის რომ ვერ მიაღწიო რა, რაც დაისახო მიზანს, ეხლა თუ ჯანმრთელობის პრობლემა არ შეგექმნა რა, ანუ გამორიცხულია რომ ვერ მიაღწიო რა, უბრალოდ ყველაფერი უნდა ჩადო ამაში რა, კი მესმის, აი მესმის ისიც მესმის რომ ვიღაცებს უფრო არ აქვთ ის мотиваცია, მაგრამ პირველ რიგში რა მგონია რომ უნდა უყვარდეთ რა ის საქმე რა, ეგ უნდა აღმოაჩინოთ და მე კიდე დრო რა, უნდა დაელოდონ. მოთმინება იგებს, სხვა არაფერი. თუ მოითმენ, მოიგებ. ანუ ეგ არის. და შრომა რა, ანუ სხვა ისეთი არ ვიცი რა შეიძლება ურჩიო სხვა ზოგადად. იმიტომ რომ ძალიან ისეთია რა, ვიღაცა სხვა მიდგომა აქვს, ვიღაცა სხვა მიდგომა აქვს, ზოგადად საქმის კეთების რა და უბრალოდ ერთადერთი რაც არის რომ უნდა უყვარდეს ის საქმე რაც საკეთებს რა და ანუ შანსი არ არის რომ რაღაც წლების მერე წარმატებას არ მიაღწიოს რა. თან ზოგადად აი ისტორიებს რო გადახედო ან წარმატებული ადამიანების ისტორიებს, ანუ 7-8 წელს მერე იწყებენ რა, რეალურად წარმატების მიღწევას და არა მანამდე და ვიღაცებს უნდათ რომ 1 წელიწადში მიიღონ ის რაც უნდათ, მაგრამ ეგრე არ არის რა, ანუ ვერ მიიღებ 1 წელიწადში იმას რაც გინდა რეალურად რა. თან გააჩნია რას აკეთებ რა და უბრალოდ ყურები არ უნდა ჩამოყარდ რა. ანუ შეცდომებზე, ანუ შეცდომას რომ დაუშვებ ეს ტრავმა არ უნდა იყოს რა. მე მაგას ურჩევ ხა ყველას რომ შეცდომის დაშვება ტრავმა არ უნდა იყოს, სწავლა უნდა იყოს, ანუ უნდა გზრდიდეს შეცდომა რა. ერთი ეგ არის რა, რომ ხო შეცდომაზე არ ვინერვიულოთ, ოკეია. პირიქით შეიძლება მადლობა გადაუხადო, არა, კაი გამოტილი ჩამიტარე, ხო? ოღონდ დასკვნების გაკეთებაც ხო მაგასაც ისჭირდება, იმიტომ რომ ერთ და იგივე შეცდომა რომ ხო ანუ ორჯერ არ გაიმეორე და ორჯერ კიდე რა უჭირს 5-ჯერ ვარ. ხო სულ ერთ და იგივეს რომ იმეორებ, მაშინ რა ვიცი ვერ წავ რაღაცებს და უნდა გაანებო თავი საქმეს. ხო ან სიყვარული თუ აკეთებ მაგას ანუ მეორედ აღარ გაიმეორებ რაღაც რო აკეთებ და გიყვარს ის საქმე და ერთხელ შეცდომა დაუშანსი არის მეორედ აღარ გააკეთებ. კი ბატონო. ხა ნიკამ კი მითხრა რომ ბევრი ისინი მაქვს შენი ნანახი სხვათა შორის ინტერვიუები და ხო და იქ ხო ის საუბრობ რა იქ რაღაცის გაკეთება, იქ კაფის გაკეთებაზე, ხა პრინციპში ეგ უკვე დევს, ხა იქ უკვე ის აღარ გამოგივა. გაჟღერება. ხო, მაგრამ ეს ზოგადად რომ მითხრა, ხა ძალიან სიღრმისეულად არ მინდა. რაღაცა ის სამომავლო გეგმებზე ორი სიტყვით რომ მითხრა რომ აი რა იქნება ის, მოდი უფრო ესე დაგისვა რა კითხოს, აი რა იქნება ის, რაც ახალ ეტაპზე გადაგიყვანს და აი უფრო სხვა შემართებას მოგცემს და იტყვი რომ აი ნახე რა რო კმაყოფილი იყო იმით რომ აი ნახე ღირდა რა ეს ყველაფერი რა. შეიძლება ეხაც იქონდეს ეგ კმაყოფილება, მაგრამ აი მე ვიძახი რომ უფრო დიდი დოზით რო ქონდეს ეგ კმაყოფილება რა. ხო, ჩემი მიზანი საბოლოო ჯამში ის არის რომ ანუ მეურნეობა გავზარდო ჯერ პირველ რიგში და მე აგროტურიზმში გადავიდე რა. ანუ აქ შევქმნე ისეთი სივრცე რომ აი ადამიანები მოვლენ რაღაცა ისიამოვნებენ ამ ბოსტნეულთ ამ გარემოთი, იქ რაღაც დასხდებიან მშვიდად წყნარად რაღაც გემრიელ კერტს შეჭამენ, იქ რაღაც ან კოტეჯების გაკეთებაც მინდა, ოღონდ ისეთი კოტეჯების, რომელიც საერთო ჯამში ანუ გარემოსთვის დამაზიანებელი არ არის ბუნებრივად. და ხო კაფის გაკეთება მინდა რეალურად რა, ხო და აი მან რომ მივალ უკვე ხო ვიგრძნობ რომ რაღაც ეხაც გრძნობ, ანუ ყოველთვის გრძნობ რა, ყოველთვის მაქვს ყოველ წელიწადს მიზანი და იმ მიზანს რო ვახსევ მე ბედნიერი ვარ რა. ნარა აქვს მნიშვნელობა, ანუ ამხელა იქნება ეს მიზანი, გინდა პატარა. ეხა ეს რო გავაკეთე, ეს რო მიდო და ეს ვანა რო დავდგი, მაშინაც ძალიან ბედნიერი ვიყავ. ის კარები რო გავაკეთე, ავაშენე, მაშინაც უბედნიერესი ვიყავი რა. ანუ არა აქვს მნიშვნელობა, აი რას ვაკეთებ რა და
ეხა კაფესაც რო ავაშენებ, ძალიან ბედნიერი ვიქნები რა და თუმცა რო შევადაროთ ეხა კაფის ბედნიერების მაჩვენები და ამის, მე მგონი არა ერთნაირია რა, იმიტომ რომ რაღაც მიზანია რა, ორივე. ისიც მიზანია, ესეც მიზანი და ოღონდ კაფის ამბავს ჯერ არ გავაკეთებ, იმიტომ რომ აგროტურიზმში, ზოგადად ტურიზმში და ქვეყანაში რა მოხდება არ ვიცი რა და ამიტომ ჩემი რაღაც მიზანი ის არის რომ წარმოება გავზარდო. ანუ ეხა სათბურები უნდა დავამატო, ორ სათბურს დავამატებ და ეხა წელს ტრაქტორს ყიდულობ რა და უკვე წინა ვარ რა ძალიან. ხო და თავარია რომ აი ეს წარმოება გავზარდო, იმიტომ რომ მოთხოვნა ძალიან დიდია და ვერ ვაკwaყოფილო ფიზიკურად რა. თან ეხა წელს პირველად გავხსენე მაღაზია და ზოგადად მაღაზია არასოც არ მიმუშავებია მე პირადად რა. იქ წერტეში რო შევდიოდით, წერტი დახლი იყო და იქ იყიდებოდა და ეხა იმ ჩემი მაღაზია. აი არ ვიცოდი, ხო, აი მაგას მითხარი ორი სიტყვით. მე მეგონა რომ სხვისი ასე თქვა რაღაც ობიექტი შექონდა შენი პროდუქცია. ეგ შარშანი იყო რა. ოღონდ სულ ობიექტი კი შემქონდა, მაგრამ მაინც მევყიდიდი. ანუ რომ იმ სივრცეში ვიყავ. კი, მაგას ვიძახ. ხო, აი დამოკიდებულად შენი მაღაზია. ხო, ეხა ჩემ ქავთარაძეს 35-ში გავხსენი რა, ჩემი მაღაზია ძალიან კაი სივრცე არის რა. იქ რომ მოხდები შემოვილი აუცილებლად. ხო და ისეთია რა ქვია, ძალიან კომფორტია, აი ძალიან. და დაჟე აი შერას საკეთებდი, აგერ ტრაქტორიც მოვიდა. შერას საკეთებდი რომ ფერმერებისგან მოქონდა. მე რეალ ჩემი მიზანიც ეგ არის რეალ, იმიტომ რომ მე ყველაფერს ვერ ვაწარმოებ რა. და სხვა ფერმერები ვინც არიან, ეხა ჩემი მეგობრები არიან, ვინც აწარმოებენ. ანუ იმათ გაეხსნებათ და მეც მექნება შესაძლებლობა რომ ანუ ის მოთხოვნა რაც არსებობს დავაკმაყოფილო. და ეხა ბევრს მაგალითად გაყიდვის პრობლემა აქვს ზოგადად რა. და მე მაგ პრობლემას მოუგვარებ ესე რა ვთქვათ რა და იმისთვისაც კარგი იქნება, ჩემთვისაც და მომხარებლისთვისაც რა და საერთო ჯამში ანუ ეგ მინდა რომ მოხდეს მაგ მაღაზიაში რა. შვენია. და მომავალ წელს ეგ მინდა რომ გავაკეთო რომ რაღაცნაირად მუდმივობა შეუქმნა რა მომხარებლს. შვენია, ნუ ეგეც ახლა სერიოზული ნაბიჯი გადაგიდია და არანაკლები არის ვიდრე ახლა ისინი ახსენე, ახლა ის ყველაფერი კარგი, მაგრამ იმას დიდი ინფრასტრუქტურა უნდა, ახლა შერას სიძახი რაღაც აშენებები და ყველაფერი. ხო, მაგრამ ახლა ეგ უფრო ისეთი არის ამ ეტაპზე, ასე ვთქვათ, შენ არა, მასა რა უნდა გავაკეთო? აი, უნდა დაფრეს. კაი დროს მოვიდა. ხო და ის არის კაფისთვის რაღაცები კი ნაყიდი მაქვს. ხო. მაგრამ ანუ არ მიღებს რა, ანუ რაღაც ფულის გაღება მაგაში. და კიდე ბევრ რაღაცაზე რო გადაერთო, ხო? ხო, არა. ფოკუსირება ჯობია ერთ რაღაცაზე მოახდინო. როგორ? გამარჯობა. კარგად. ხო, თან მოკლედ დაგვემთხვა ეს პროცესი იმის ეხლა რასაკეთებს ნიკა? ეხლა ამ ტერიტორიას უბრალოდ ასწორებს რაღაც იდეა მაქვს რაც უნდა. ხო, კაი არ თქვა. არა, მოკე დიხილავთ კადრებში. ხო, ჯობია ესე ჯობია. ანუ აქ რეალ არ ითესება არაფერი, პროსტა რაღაც იდეა რაც უნდა გავაკეთო რა. ეს ტერიტორია მაგისტრის მაქვს დატოვილი რეალურად რა და ეხლა უბრალოდ ასწორებს რა, სისტორეში რო იყოს, მაგიტო ვაფრეზინებ. და ეხლა მე ტრაქტორი არ ამყავს და მე ვერ ვაკეთებ, ამიტომ ქირავ ხო და ეხლა ერთ თვეში ალბათ ვიყიდი რა ტრაქტორსაც რა. ჩემით შევძლებ ხოლმე კეთებას რა. კაი, მოკლედ ეხლა გადავინაცვლოთ ნიკა სათბურში რა. თუ რამე არის ეხლა ამ მომენტში მწიფე ხო რაღაც ხო გაქვს რაღაც სხვადასხვა კულტურები და თანიკად შევხედოთ რა, საინტერესო სათბურები აქვს ნიკას გაკეთებული. მე მგონი შენი ხელით გავაკეთე. ჩემი ხელით გავაკეთე. პირველი ჩემმა მეგობარმა მომეხმარა, ან ცოდნა ესე რა ვთქვა, ჩემმა მეგობარმა მომცა. და მე შენს ისწავლე. მე ჩემით რა და ეხა ძალიან საინტერესო პროექტია, 2 წლიანი სესხი არის 0%-იანი რა და მე სესხი ავიღე და 2 სათბურს კიდევ ვამატებ რა. აჰა, შვენია. იქით აღონ ამ ტერიტორიაზე არა, სხვა ტერიტორიაზე რა. და მესათბურეობა ძალიან მომწონს, იმიტომ რომ მუდმივობას მიქმნის. ანუ სათბური სანამ მექნებოდა, მე 6 თვე გაჩერებული ვიყავ. ვაუ, ხედავ. და ამან შემძინა მუდმივობა რა. ისე რომ შენ მაღაზიაზე შეიძლება დღესაც მომამარაგოთ. ხო, ანუ კვირაში 2 ჯერ ჩამაქვს, ზამთარშიც ჩავიტან რა ჩვეულები. ხო და ეგ გამაგარია. მაგარია, სათბურებმა ძალიან იმას აქნა რა, წინწამწია რა და სხვა ლეველზე გადამიყვანა საერთოდ, სხვანაირად დამანახა ყველაფერი რა. ხო და ეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ განვითარდე რა, ზოგადად განვითარებისთვის ფინანსები მე მჭირდება რა და ეგ სათბურებმა ეგ მომცა რა. ალბათ ფინანსები ხო, ფინანსები ზოგადად რო იყოს საკმარისი, შენი მიზნების განხორციელება შეიძლება ერთ წელიწადში მოახდინო 80%, რაცა გააქვს ახლა ამ ეტაპზე და ზუსტად ეგ არის. და რო ახლა
შეიძლება ვიღაცაც იყოს დაინტერესებული ინვესტორი რომ მოდი აი მე გაგაკეთებინებ მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა ვიღაცა არა აი ყურე მე ზოგადად არ მიყვარს ჩემი საქმეა ეს რა რიო ვიღაცა რომ შემოდის ვიღაცასთან გიწევს შეთანხმებები მე არ მიყვარს შეთანხმება იმიტომ რომ მე ვიცი სად მივიდივარ მე მიზანი მაქვს რა და იმაშება გითხრათ მოდი აი ეს მოდი ესე გავაკეთოთ ეს ახ არ გვინდა რო გითხრას რომ იქით გვინდა არა შენ უთხარ მე აქ მინდა ძმაო და პატაშენ მეც ყოველთვის ვარიდები მაგას თავს რომ აი საერთოდ ეს რაღაც წილის ამბავში ხო ცოტა არის ხოლმე უთანხმოებები ისინი და რა თქმა უნდა ჯობია მაგრამ ბევრად ჯობია ჯერ იმ 7 წელისთვის ჯობია პირველ რიგში რომ იცი რომ всё რა შენ ამზას ადგე შენ ახარ პასუხისგებელი კი ამზას ადგე ხარ და всё შენ შეიძლება უცბად მომენტში რაღაცა შესვენება მოგინდეს და შეისვენა მომენტში გადახვევა მოგინდეს სხვა რაღაც ლავირება მოახდინო მანევრება მოახდინო რაღაც მომენტში და ანგარის რო უწევ უკვე თლიან სულად ვეღარ ხედავ რა რეალურად რა ხდება ეგრე არის აბსოლუტურად კაი მოდი გადავინაცვლოთ ეხლა სათბურში და ეხლა იქაც გადავიღოთ რამდენიმე კადრი მოგად ეს არის ერთი სათბური ეს წელს ავაშენე ეს სათბური აქ უკვე მეორე მოსავალი მოდის რა ყაბაყი ლობიო ბროკოლი კიტრი რომელიც უკვე ბუჭდება და სიცივე არ უყვარს ზოგადად კიტს და ტენიანობა არ უყვარს კიდე და ეხლა უკვე სიცივეც არის და ტენიანობაც რა და იქით ბადრიჯანი ბულგარული და ეხლა ცოტა ხანში ეს სათბური გაიწმინდება, მოწყვიტე კიტრი, აი დაბლა. ცოტა ხანში ეს სათბური გაიწმინდება და ახალი კულტურა დაირღვევა რა. ბროკოლი, ყვავილოვანი, შეიძლება სალათის პურცელი, მწვანილები, ხახვი, ნიორი, ეგეთი რაღაცები დაირღვევა. რა გემრიელია. აი ბავშვობაში რომ ჭამდი ხოლმე სოფელში აი მის გემოაქვს. ეხა ისეთი გემრიელი ვეღარ არის რა, იმიტომ რომ უკვე ფოტოსინთეზი ვეღარ მიმდინარეობს ფოთლებში რა და ისეთი გემრიელი ვერ არის, მაგრამ სეზონზე არის უგემრიელესი რა. ხო, რეალურად სულ მუდმივად პროცესი მიდის სათბურში რა და სათბური ძალიან დიდ შესაძლებლობას მაძლევს იმ კუთხით რომ ეხა მაგალითად გარანტირებულად მოსავალი მაქვს. წვიმა, ქარი, ცეტყვა, ვერაფერი ფუჭებს აქ შიგნით. ახლა ქარი საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ხოლმე რა. მოსნაურს. და წვიმა კიდე პომიდორს რო დავრგავ გარეთ, თუ დიდი ნალექი მოვიდა, აი ძალიან დიდი წვიმა მოვიდა. რაც კი ნაყოფია, ყველაფერს ხეთქავს. და ფაქტობრივად მიფუჭებს რა მოსავალს. წვიმაც ზედმეტწვიმას მავნებელია, მავნებელია და სათბური არის კარგი გამოსავალი. კარგი გამოსავალი, ანუ იცი რამდენი უნდა მისე წყალი. ისე ვინგეხმარება ხოლმე აი მესმის რომ მუშებიც გეყოლება ალბათ მაგრამ ოჯახის წევრი ზოგადად ან კი და ჩემი მეხმარებიან ხოლმე უფრო აქ არიან ჩართული უფრო სახლის პროცესებში არიან ხოლმე ჩართულები რაც ამ აქვს რაღაც თითქოს ლობიო გასაჭირჭნიან რაღაც კარტოფილი გადასარჩევი ეგეთ დეტალებში მეხმარებიან ხოლმე სახლში რა და ხა წელს თან კიდე უფრო განვითარდი იმ კუთხით რომ აქამდე მე დამხმარე არ მყოლია მეურნეობაში თუ მევაკეთებდი ხოლმე და ეხა დამხმარი მყავს უკვე რა და ეხა მომავალ ალბათ ერთი დამხმარი კიდე დამჭირდება რა ხო და ვითარდები რა უკვე გრძნობ რომ შემიძლია რომ ძალიან სწრაფად განვითარდე იმიტომ რომ ეხა რეალურად ეს 2 სათბური და კიდე 2 სათბური ძალიან წინ წამწევს რომ ანუ სწრაფად განვითარდე რა რეალურად თან მიწის ნაკვეთი ვიყიდე იდეალური აი ეგეთი მიწის ნაკვეთი მე არ ვიცი შავი მიწა 25 წელი არის დაუმუშავებელი სულ კამერი იყო დავაბრუნე ახლა და მან შემიძლია რომ აი მართლაც რო გადააგდე პროსტო მოვა რა ან ისეთი მაგარი მიწაა რა თან სამივე მხრიდან სარწყავი არხი აქვს წრე არ ტყავს და აი იდეალური ადგილია რა ჩემთვის რა რომ რაღაცა წარმოება გავზარდო იმიტომ რომ წარმოება ბოსნაურში ყოველთვის მიჭირდა რა ყოველთვის აი სტაფილო ჭარხალი ბროკოლი ეგეთი რაღაცა ყოველთვის მიჭირდა იმიტომ რომ რეალურად როგორ ვთქვა რაოდენობრივად ვერ ვზდიდი იმიტომ რომ მიწა არ მქონდა პლუს მაგას რესურსი არ მქონდა ადამიანური რომ უფრო კარგად მეკეთებინა საქმე და ეხა უკვე მაქვს რა ყველანაირი შესაძლებლობა პლუს ტრაქტორიც მომემატება ძალიან კარგი მოგლეთ მადლობა შენ მე ძალიან გამიხარდა და გისურვებ წარმატებებს რა მადლობა შენ საქმეში და რა მიზნებიც გაქვს ყველაფერი მინდა რომ აგისრულდეს და მინდა რომ ისე განავითარო რომ ბევრი ადამიანი ჩამოვიდეს ადგილზე შენს გაგიცნოს შენი მეურნეობაც გაიცნოს და მოკლედ წინ წაიწიოს შენმა საქმემ რა კი იქნება ყველაფერი მადლობა შენ რომ რაღაცა მესტუმრე და მან საინტერესო საუბრები და პროცესები წავიდა ჩვენს
აბა კარგად. კარგად.